გარანტირებული თანამდებობა ფინანსთა მინისტრის გათავისუფლების სანაცვლოდ. თუკი ხაბაძე ბალაძეს გაწირავს, მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადება გადაიდება. წინადადება რეგიონის პირველმა პირმა დახურულ შეხვედრაზე მიიღო, თუმცა ოპონენტი უარით გაისტუმრა. გახდება თუ არა ფრაქცია ქართული ოცნების დაშლის მიზეზი მხარეებს შორის დაპირისპირება. ჯენი კვანტალიანი მუშაობდა თემაზე. დაფიქსირდა წინადადება ბატონი ავთანდილის მხრიდან, რომ მე გადავაყენო მთავრობა, წარმოადგინო ახალი მთავრობა და არ დავმალავ ერთ-ერთი მინისტრი არ უნდა იყოს წარმოქმნილი, იმიტომ რომ მათ ასე უნდათ და შემდეგ პირობას დებდნენ, რომ ეს მინისტრთა კაბინეტს დობას გამოუცხადებენ. რეგიონის პირველი პირი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე დროს გადამღებ ჯგუფთან საუბრობს. 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე უმაღლესი საბჭოს წევრი ალექსანდრე ჩიტიშვილი მთავრობის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა. დეპუტატი მიზეზად არჩილ ხაბაძის მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი ეგრეთ წოდებული დუმბაძის გუნდის წევრების თანამდებობიდან გათავისუფლებას ასახელებდა. არაფერი არ უძღოდა წესებს, ჩემთვის არის ძალიან გასაკვირი, როცა გამოსულა მთავრობაში რეორგანიზაცია, ჩვენ არ ველოდებოდით, რომ იქნებოდა მიმართული ეს ბრძოლა ქართული ოცნების დამფუძნებლების წინააღმდეგ. სამწუხაროდ ფაქტის სახეზე გვაქვს. 17 დღის შემდეგ კი ჩიტიშვილი ხაბაძეს კომპრომისულ წინადადებას თავაზობს. გადადგება ფინანსთა მინისტრი, ჩვენ ამ ეტაპზე მოხსნით თავის გადადგომის მოთხოვნას, მაგრამ 2 წლის განმავლობაში ვიქნებით ღია საზოგადოებასთან, ნებისმიერ მთავრობის გადაცემაზე ხიად მოახსნით საზოგადოებას. საკადრო ცვლილებები გაგრძელდება, ვიდრე უნივერსალური მთავრობა არ დაკომპლექტდება. ასე პასუხობს მთავრობის თავმჯდომარე ავთობერიძისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტაციის შეთავაზებას. ამ წინადადებას მე არ დავთანხმდები და ჩვენი გუნდი ამას არ თანხმდება. არც ერთი მინისტრი, არც ერთი მთავრობის წევრი არ დათანხმდება ამ განცხადებას, იმიტომ რომ ეს არის პირადი, სუბიექტური გადაწყვეტილება ბატონი ნურმან დუმბაძის და მისი, ასე ვთქვათ, მის მოსაზრებებს არ იზიარებენ, არამედ ემორჩილება ფრაქცია ქართული ოცნება. ის რგოლები რაც დავაანონსე და სუსტი რგოლები არის, ის იმათი ამოძირკვა კიდევ მოხდება და ან როტაცია იქნება თუ სახში გაშვება ზოგიერთი ასე ვთქვათ მოხელისა, საჯაროსი იქნება და გაგრძელდება და ეს არ არის კიდევ ერთხელ ვამბობ უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტი მთავრობას გამკარგავ მე და მე გადავწყვეტ ჩემს მინისტრებთან ერთად ამ პოლიტსაბჭო დეპუტაციის უფლების გამოყენებას ვერ ამიკრძალავს. აცხადებს ალექსანდრე ჩიტიშვილი და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ხვალინდელ პოლიტსაბჭოს ხდომაზე შეეცდება. იმ შემთხვევაში თუ პარტიის გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელი აღმოჩნდება, მზადაა ოპოზიციაში გადავიდეს. მე თუმცა თავიდან გავაკეთე განცხადება, პირველი განცხადება. მაშინვე აღნიშნე, რომ თუ მე ვერ დავარწმუნე ფრაქცია, მე ვწევ ხიად. მე დავარწმუნე ფრაქცია. თუ ვერ დავარწმუნე უმრავლესობა ფრაქციაში, იმაში მოსაბჭოში, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ღია, ჩვენ ვიქნებით ბოლომდე გახსნილები, ვიბრძოლეთ ბოლომდე. თუ პოლიტსაბჭო აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტაციის ნაწილის პოზიციას არ გაიზიარებს, შესაძლოა მედია ვასაძემ პარტია დატოვოს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ გუნდიდან წასვლა ენანება, თუმცა საკუთარი პრინციპების ერთგული რჩება. არა, ნახოთ, იცით რა, ქართული ოცნების დატოვება არ დატოვებაზე ესეთი რადიკალური გადაწყვეტილება არა მაქვს ეს განწყობა შინაგანად რომ ეს იმიდანაც რამდენადაც ეს გახლავთ ის პარტია რომლის მშენებლობაში დაფუძნებაში ფორმირებაში მაქვს მონაწილეობა მიღება სისხლი მაქვს ჩაქცეული და მენანება მე ეს პარტია დასატოვებლად მაგრამ თუ კი პარტიას ის პოზიცია რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ამ პარტიისთვის ეს არის შეუსაბამო და მიუღებელი ბუნებრივია ჩვენი გზები უნდა გაიყაროს არ ვიცი ახლა ეს როგორ მოხდება ჩვენ არავის არ შევპირები ვართ ხელისუფლებაში მოსვლის დროს რომ პირში წყალს ჩავიგუბებდით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ფრაქცია ქართული ოცნების წევრების ნაწილის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად პოსტის დატოვებას არ აპირებს.